დღეს გვინდა რომ ეს ყველაფერი სერტიფიკატების გადაცემით დავაგვირგვინოთ და შევაჯამოთ ერთგვარად ჩვენი საქმიანობა. ამ პროექტის შედეგად გადამზადდნენ როგორც მეწამე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ქალბატონები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რაც დიდ შესაძლებლობას და საშუალებას აძლევს, რომ უფრო ფართო აუდიტორიასა და მსმენელს გააცნონ თავიანთი პროდუქტი და უფრო დიდ შედეგებზე გავიდნენ. ამ კურსის შედეგად ვისწავლეთ თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შევქმნათ სხვადასხვა ვიდეო კლიპი თუ სურათი და როგორ მოვარგოთ ეს სხვადასხვა პლატფორმას, როგორ ავტვირთვოთ მუსიკა, სხვადასხვა სურათი, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი სოციალური გვერდისთვის. მე პედაგოგი ვარ და ხშირად გამოვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს გაკვეთილების დაგეგმისა თუ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმის დროს. გავიცანე არაერთი მეწარმე, რომლებიც იყენებენ ამ ხელოვნურ ინტელექტს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ ტრენინგის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ მეწარმეობის კუთხითაც რაიმე გადაწყვეტილება, რაიმე მნიშვნელოვანი გავაკეთო. AI-ის გამოყენებით სწორად შევფუთო ჩემი პროდუქტი, დავადო სწორი ტექსტი, განვათავსო სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე იმ ზუსტად მორგებულ დროს, როდესაც უფრო მარკეტინგულად გათვლილი არის მეტი ხალხის აქტიურობა სოციალურ სხვადასხვა ქსელებში. ფოტოს და ვიდეო გადაღებისას როგორ გავითვალისწინო ხედვა, კადრი, დრო, ხარისხი. ასევე ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ჩავწერეთ პატარ-პატარა ვიდეოები სხვადასხვა ადამიანებისთვის, ვინც არ იყო უშუალოდ პირდაპირ ჩართული ამ პროექტში და არ ქონდათ საშუალება გაეცნოთ ხელსაწყოები. ისინი გამოიყენებენ ჩვენს ვიდეოებს, რჩევებს, რომლებიც ჩვენ უკვე ცოდნის სახით მივიღეთ და გამოვიყენეთ ჩვენსავე საქმიანობაში.